ახლა აქ როგორ წერია? არ განვაგდებო. ეს რას ნიშნავს? მე კი არ განგაგდება, რა შენ თუ გინდა შეგიძლია წახვიდე. ამიტომ ღვთის ყოვლის შემძლენება გფარველობს, მაგრამ შენს დეტერმინირებას არ ახდენს, შენ ნებას არ გახსნევს, თუ შენ არ გინდა წახვალ. გესმით? ამიტომ ხილად ვიყოთ და თუ მე არ მინდა წავალ, რას ნიშნავს? ეგრე ბევრი არ იტყვის. იცი რა, მე აღარ მინდა ღმერთო შენთან და წავა. ეგრე არ ხდება. ცხოვრობს ისე, რომ მისი ნება ღვთის ნებასთან თანხვედრაში არ არის. ანუ შენ არ იტყვი, რომ მე არ მინდა შენთან ყოფნა წავალ. მაგრამ შენი ცხოვრება იტყვის ამას. გესმის, შენი ცხოვრება იტყვის ამას. და ამიტომ რომ წარსდგები ღვთის წინაშე, წარსდგომა გახდება საშინელი, იმიტომ რომ გეგონა რომ ღმერთთან იყავი, დაცული იყავი, მაგრამ აღმოჩნდებ და თუ აღმოჩნდა, რომ შენი ცხოვრება არ იყო თანხვედრაში ღვთისნებასთან, იმ მდგომარეობაში აღმოჩნდები, თითქოს რომ გეთქვა, რომ იცი რა, მე არ მინდა შენ დაგემორჩილო და წავედ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.